აი, გიფიქრია, ოდესმე რატომ არის ეს 7 ბრძენის ამბავი, ეს 7 ცოდნის მონტანის იდეა, ესე იგი, ასე გავრცელებული, თან უძველეს კულტურებში, რომლებიც, რა ვიცი, ათასობით კილომეტრით საუკუნეებით არიან დაშორებული, შენს მასალებშიც ხომ ნახეთ ეგვიპტე, მესოპოტამია, მართლა უცნაურია, რატომ მაინც და მაინც 7 და რატომ ეს როლი? მართლა გასაოცარია, ხო? ეს მსგავსება ბევრ კითხვას აჩენს. აი, ზუსტად ეგ ჩანს იმ წყაროებშიც, რომლებიც ვნახეთ. სხვადასხვა ცივილიზაცია, სხვადასხვა დრო, მაგრამ აღწერენ 7 რაღაცნაირ იდუმალ ფიგურას. ხალხს გადასცეს ის ძირითადი ცოდნა. ანუ მიწათმოქმედება, მშენებლობა, კი, ასტრონომია. კანონები, ვარსკვლავებზე დაკვირვება და ხშირად ეს ხდება რაღაც დიდი კატაკლიზმის მერე. თითქოს სამყარო განადგურდა და ამათმა თავიდან დაიწყეს, ანუ გადარჩენილი ცოდნა გაავრცელეს. ხო, თითქოს რაღაცის მცველები იყვნენ. მოდი აი მაგალითებს მივყვეთ. ეგვიპტიდან დავიწყოთ. იქ ახსენეს ზეპტები, ანუ პირველი დრო. ედფუს ტაძრის ტექსტები, ხო, სამშენებლო ტექსტები. დროში, ესე იგი, მათ ჩამოაყალიბეს წესრიგი, სამყაროს მოწყობა და ეგვიპტელებს სიბრძნე მისცეს. საინტერესოა. და ნახე პარალელი მესოპოტამიასთან. ეგეც ხო იყო წყაროებში. შთამბეჭდავია, აქ ყავს აპკალუები. ესეც 7 მითიური ბრძენი. აპკალუები. ხო, თქმულებიც სპარსეთის ყურის წყლებიდან ამოვიდნენ. რაღაც თევზის მსგავსი სამოსი ეცვათო და შუმერებს ასწავლეს ცივილიზაციის საფუძვლები. აი, დამწერლობა, ქალაქების შენება, ხელოვნება, მეცნიერება. წლიდან ამოსული მასწავლებლები. კი, მათი ლიდერი იყო ოანესი. დღისით ასწავლიდა ხალხს, ღამით ისევ ზღვაში ბრუნდებოდაო, ასე ყვებიან. უბრალოდ, წარმოუდგენელია. ორი ასეთი დიდი დამოუკიდებელი კულტურა, ეგვიპტე და მესოპოტამია. და ფაქტობრივად ერთი და იგივე სცენარი. 7 მასწავლებელი, რაღაც კატასტროფის, წყალდიდობის ან ქაოსის შემდეგ მოდიან და ცივილიზაციას აარსებენ ან აღადგენენ. ეს უბრალოდ დაემთხვა. რა ვიცი. აი, ზუსტად ეგ არის საკითხავი. ზოგი მკვლევარი, ვისი მოსაზრებებიც იმ მასალებში იყო, ფიქრობს, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს რაღაც რეალურ გლობალურ კატასტროფას შორეულ წარსულში. მაგალითად, ახსენებენ უმცროსი დრიასის პერიოდს, ეს არის დაახლოებით 12000 წლის წინ. ხო, კლიმატის მკვეთრი ცვლილება. დიახ, მაშინ კლიმატი ძალიან შეიცვალა და შესაძლოა რაღაც მოწინავე, მაგრამ ჩვენთვის უცნობი კულტურები განადგურდა და ამ ჰიპოთეზით ეს 7 ბრძენი შეიძლება იყოს სიმბოლო იმ გადარჩენილი მცირერიცხოვანი ჯგუფის, რომელმაც რაღაც ცოდნა შეინახა. ანუ დაკარგული ცოდნის ნარჩენები. კი, და გადასცეს იმ ხალხებს, ვინც მე ახალი ცივილიზაციები შექმნა. ანუ ესენი არ იყვნენ უბრალოდ ბრძენები აბსტრაქტული გაგებით, არამედ კონკრეტული პრაქტიკული ცოდნის მატარებლები. აი, როგორ ააშენო, როგორ დაამუშავო მიწა, როგორ დააკვირდე ვარსკვლავებს. ის რაც აუცილებელია ცივილიზაციისთვის. ზუსტად. ეს არ არის რაღაც ფილოსოფიური სიბრძნე მხოლოდ. ეს არის პრაქტიკული უნარები გადარჩენისთვის და განვითარებისთვის საჭირო. ამ ჰიპოთეზით თუ ვიმსჯელებთ, ეს მითები არა უბრალოდ ფანტაზია, არამედ რაღაც კოლექტიური მეხსიერება. საერთო დაკარგულ წარსულზე. დიახ, საინტერესოა, რომ მსგავსი შვიდეულები სხვაგანაც არის. ინდოეთში მაგალითად საფთარში 7 ბრძენი რიში. მართლა გაიძულებს დაფიქრდე, რაც დავიცით რეალურად ჩვენს შორეულ წარსულზე. ეს 7 ბრძენის თემა, რომელიც ასე მკაფიოდ გამოიკვეთა, თითქოს გვეუბნება, რომ იქნებ ისტორიის ოფიციალური ვერსიები, რა ვიცი, მთლად სრული არ არის. რა თქმა უნდა, ესენი ჰიპოთეზებია, მაგრამ ეს ჰიპოთეზები ხომ რეალურ მსგავსებებს ეფუძნება ტექსტებში, არქეოლოგიაში და ეს გვაფიქრებინებს, რომ ისტორია შეიძლება ბევრად უფრო რთული და იდუმალი იყოს, ვიდრე გონია. იქნებ ეს მითები რაღაც ფრაგმენტებია კაცობრიობის მეხსიერების, რომლებიც ჯერ კიდევ გაშიფროს ელოდება. მაშასე 7 ბრძენის მითი. ესე იგი, არა უბრალოდ ლეგენდა, არამედ შესაძლოა გასაღები იყოს რაღაც დაკარგული ცოდნის და ისტორიის გასაგებად. აი, შენთვის როცა ამ წყაროებს კითხულობ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? კითხვას აჩენს, ნამდვილად, რადგან ამ უნივერსალური მითის უკან. ეს უბრალოდ ადამიანის გონების რაღაც არქეტიპია თუ მართლა რეალური ისტორიული მოვლენების გამოძახილია. იქნებ ეს ბაიძულებს, რომ უფრო სერიოზულად შევხედოთ ძველ თქმულებებს, როგორც პოტენციურ ისტორიულ წყაროებს. და კიდევ ერთი კითხვა შენთვის დასაფიქრებლად. თუ ეს 7 ბრძენის ამბავი ასეთი გავრცელებული იყო, კიდევ რამდენი ასეთი პარალელი, რამდენი საიდუმლო შეიძლება იმალებოდეს სხვა მითებში, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის დასაწყისზე მიგვანიშნებენ. მოიწონე ეს ჩანაწერი და გამოიწერე არხი. ასე უფრო მეტი ადამიანი ნახავს და ერთად შევძლებთ გავაგრძელოთ წარსულის საიდუმლოებების კვლევა.